მივესალმები რომის კათოლიკურ ეკლესიას. შევეცადოთ ვიყოთ მისიონერული ეკლესია, რომელიც აგებს ხიდებს და იწყებს დიალოგს და ყოველთვის მზადაა ხელგაშლილად მიიღოს ისინი, ვისაც ჩვენი დახმარება, ჩვენთან საუბარი და ჩვენი სიყვარული სჭირდება. წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ამ სიტყვებით 1,4 მილიარდ ადამიანს რომის პირველმა ამერიკელმა პაპმა მიმართა და ასე დაიწყო კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ახალი თავისწერა 2025 წლის 8 მაისს. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა ქრისტიანულმა ინსტიტუციამ ახალ პაპად რობერტ ფრენსის პრევოსტი ამიერიდან ლეო მე-14 აირჩია. თუმცა სანამ კარდინალი ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი დენომინაციის წინამძღოლი გახდებოდა, იქამდე ბევრი ამბავი იყო. დიდი გზა, რომელიც 1955 წელს ჩიკაგოდან იწყება. პრინციპში, ლეო მე-14-ის ოჯახის ისტორია სრულად ასახავს იმ ღირებულებებს, რომელსაც დღეს რომის ახალი პაპი ქადაგებს. მის ფესვებში გაერთიანდა მრავალფეროვნება, მულტიკულტურულობა და შემწყნარებლობა. მამა მეორე მსოფლიო ომის დროს საზღვაო ძალების მსახური და მოგვიანებით სკოლის დირექტორი იყო, დედა ბიბლიოთეკარი. ამერიკელი პაპი სინამდვილეში არც ისე ამერიკელია. მამის მხრიდან იტალიურ-ფრანგული, დედის მხრიდან კი კრეოლური ფესვები ლეო მე-14-ის ცხოვრებისეულ ხედვაში სამუდამოდ აისახა. მრავალფეროვანი წარმომავლობით შეიძლება მისი გაცხადებული სურვილის ახსნაც, სხვადასხვა ერების მშვიდობიანად თანაცხოვრების. მშვიდობა იყოს თქვენთან, საყვარელო ძმანო და დანო. ეს არის მისალმება, რომელიც მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ წარმოთქვა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება უფლისათვის გაწირა. მინდა გისურვოთ ამ მისალმებამ თქვენს გულებში დაიდოს ადგილი, მისწვდეს თქვენს ოჯახებს და ყველა ადამიანს მიუხედავად იმისა, თუ სად არიან. მშვიდობა იყოს ხალხთა შორის და მშვიდობა იყოს პლანეტაზე. საეკლესიო ცხოვრების იერარქიული კიბის ავლამდე ჯერ რიცხვები იყო. ქრისტიანული სამყაროსკენ მიმავალმა გზამ ყველაზე ზუსტ მეცნიერებაზე გაიარა. პირველადი პროფესიული არჩევანი ვილანოვას უნივერსიტეტში მათემატიკის ბაკალავრიატი იყო, დიპლომით გამყარებული. თუმცა აკადემიური ხარისხი ამ მიმართულებით აღარ გაუმჯობესებულა. მერე იყო წმინდა თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში კანონიკური სამართლის შესწავლა და 1982 წელს ხელდასხმის მინიჭება. განვლილმა გზამ დღევანდელობამდე კიდევ ბევრი ამბავი დაფარა. დელიც იყო სემინარიის მასწავლებელიც, ადმინისტრატორიც. 2014 წლიდან 2023 წლამდე კი პერუს ქალაქ ჩიკლაიოს ეპისკოპოსად მსახურობდა. კარიერის დიდი ნაწილიც სწორედ ამ ქვეყანას დაუკავშირა. საქმიანი ცხოვრების გზაზე 2023 წელს პაპი ფრანცისკე გამოჩნდა, რომელმაც კარდინალად დანიშნა. ამ ტიტულმა 2 წლის შემდეგ რომის 227 პაპის წოდება განსაზღვრა. ქრისტე უპირატესია და მსოფლიოს მისი სინათლე სჭირდება. კაცობრიობა სჭირდება ქრისტემ, როგორც ხიდი, რომლითაც ღმერთი და მისი სიყვარული მოგვეწოდება. დაგვეხმარეთ და დაეხმარეთ ერთმანეთს ამ ხიდების აგებაში. დაგვეხმარეთ დიალოგით, ურთიერთქმედებით, გაერთიანებით და მშვიდობით. ახალი პაპის წარსულის აწმყოს ბიოგრაფიისა თუ მსოფლმხედველობის მიღმა საზოგადოების არანაკლები ინტერესი იკითხება მისი შემოსავლების მიმართ. როგორც ცნობილი ხდება, რომის პაპის თვიური ხელფასი $33,800 ტოლია, რაც წელიწადში დაახლოებით $405,600 გამოდის. ანუ პაპი დაახლოებით იმდენივეს გამოიმუშავებს, რამდენსაც ამერიკის პრეზიდენტი. თუმცა ეს ხომ გაცილებით მეტია ვიდრე სამსახური და თან რომის კათოლიკური ეკლესია პაპის ყველა ხარჯს ანაზღაურებს. შესაბამისად, ლეო მე-14 შესაძლოა ხელფასზე უარი თქვას და ის ქველმოქმედებას შესწიროს, როგორც ეს მისმა წინამორბედმა პაპმა ფრანცისკემ გააკეთა. სანამ პაპის გადაწყვეტილება ცნობილი გახდება, მანამდე მის სოციალურ-პოლიტიკურ იდეოლოგიასაც უნდა გადავხედოთ. ბოლო წლების განმავლობაში ჯერ კიდევ კარდინალობის პერიოდში ის ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას მნიშვნელოვანი, ხშირად კომპლექსური და საკამათო სოციალური საკითხების მიმართ. მეტიც, არაერთხელ გაუკრიტიკებია ისეთი ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც მშობლებსა და შვილებს ერთმანეთს აშორებს და არაერთხელ დაუჭერია მხარი დევნილებისა და ლტოლვილებისთვის. საჯარო წყაროებიდან ისიც ირკვევა, რომ ლეო მე-14 პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურია და ხშირად მონაწილეობს როგორც რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზებში, ასევე თავად არჩევნებში. მეტიც, გავლენიან მედიებს რომ დავეყრდნოთ, ის სავარაუდოდ რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერიც არის. თუმცა, ცხადია, ამას საჯაროდ არ გამოხატავს. მისი სტატუსის შესაბამისად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. ამის მიღმა საზოგადოებაში გავრცელებული შეფასებები იმოწმება, რომ ახალი პაპი მისი პირდაპირი და სულიერი წინამორბედების, პროგრესულად მოაზროვნე პაპების, ფრანცისკესა და ლეო მე-13-ის გამგრძელებელი იქნება. მისი უტყუარი დასტურიც მისივე ფილოსოფია. ადამიანთა შორის შემწყნარებლობას, მიგრანტების, ღარიბი ფენებისა და გარემოს დაცვას რომ ითვალისწინებს.